წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ქალაქ ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია 22 თებერვალს სოფელ ფარცხანაყანებში ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურებას უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მაცხოვრებლებსაც გაუწევენ. ჩვენ დაპირების სამებს ვაგრძელებთ უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციას, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის უკვე მეორე აქცია. პირველი აქცია ჩვენ ჩავატარეთ მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლახში, მაშინ 150 მოქალაქე მიიღო გაიარა უფასო გამოკვლევები. დღეს ჩვენ ვიყოფებით სოფელ ფარცხანაყანებში, სადაც ჩვენი მეგობრების დახმარებით კვლავ ვატარებთ ანალოგიურ აქციას. დღეს მთელი დღის განმავლობაში ყველა ფარცხანაყანების გვერდს შეუძლია მოვიდეს აქ სოფლის ამბულატორიაში და მიიღოს უფასო გამოკვლევები სხვადასხვა სახის. მე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნაზარიშვილის კლინიკის მთელ მედპერსონალს, განსაკუთრებით კლინიკის დირექტორს ბატონ მერაბ კვიცარიძეს და მინდა თქვა იმედი, რომ მათი დახმარებით და არა მხოლოდ მათი დახმარებით, ჩვენ კვლავაც მომავალში შევძლებთ და ჩავატარებთ ანალოგიურ აქციას უკვე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში. მივესალმებით ადგილობრივი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივას. ბატონი კონსტანტინე საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ სიკეთის კეთებაში, ასე ვთქვათ. და მინდა რომ საკმაოდ მხარდაჭერა და მადლობაც უთხრა ამ ადამიანს ამ დიდი საქმის კეთებაში. მისგან წამოვიდა ეს ინიციატივა, რასაც ქვია ამ ადამიანების გამოკვლევა. მოგეხსენებათ, რომ ფარცხანაყანები საკმაოდ დიდი სოფელია და აქედან უჭირთ ალბათ გადაადგილება დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ქალაქისკენ, რომ მოვიდნენ კლინიკაში და ნაზარიშვილის კლინიკის ხელმძღვანელის მერაბ კვიცარიძის თანადგომით და საკმაოდ დიდი კაცობით გაკეთდა აბსოლუტურად უსასყიდლოს. ფარცხანაყანებში სხვადასხვა პროფილის ექიმებმა 200-ზე მეტი პაციენტი გასინჯეს და სათანადო რჩევა დარიგებები მისცეს. მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მიიღო ოფთალმოლოგის, პედიატრის, თერაპევტის, უროლოგის, ნევროპათოლოგის კონსულტაციები. პარალელურად ატარებდნენ ლაბორატორიულ და ეხოსკოპიურ კვლევებს. დიდი მადლობელი ვართ ყველა, ჩვენ ამნაირი პირობებით ვიქნება და ამნაირი რაღაცა გვექნება. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ხალხიც და სულ ყველა ძალიან კმაყოფილები ვართ. უფასოდ კეთდება ყველაფერი, რა თქმა უნდა. გვემსახურებიან ძალიან კარგად. მომსახურებისას აშკარად იგრძნობოდა, რომ პროფილაქტიკურ გასინჯვებს პროფესიონალი მედიკოსები ატარებდნენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში უფასოდ მოემსახურებიან ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრშიც. ჩვენი დღევანდელი მოსვლა მარტო ის არ არის, რომ დღეს ჩვენ ამ ხალხს ერთჯერადად ჩავამოწმებთ, ისინი მომბრძანდებიან ჩვენს კლინიკაში და ყველა იმ მომსახურებას, მეორე დონის მომსახურებას, რაც ადგილზე არ კეთდება, ისინი მიიღებენ უფასოდ. მინდა აღვნიშნო, რომ წყალტუბოს გამგებელი ბატონი კოკა მამისეიშვილი ჩემი მეგობარია, საკმაოდ ინიციატივიანი კაცია და მას უხარია, რომ ასეთ პროექტებში ჩვენი კლინიკა მონაწილეობას ღებულობს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, როგორც მაგალაკის მაგალითზე, ისევე სოფელ ფარცხანაყანების მაგალითზე, ეს ერთჯერადი არ იქნება, სადაც საჭირო იქნება ნაზარიშვილის კლინიკა სრულფასოვნად გაატარებს პროფილაქტიკურ გასინჯვებს. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების რიცხვი თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით გაიზარდა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ექიმთან დროულად არ მისვლის გამო შეუძლებელი ხდება მკურნალობის უალტერნატივო მეთოდების გამოყენება. სამედიცინო გამოკვლევების ხელმისაწვდომობა არის ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებელი პირობა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილმა უკვე მიიღო.